მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი კამპანიის ფარგლებში დავიცვათ უვიზო მიმოსვლა, რომელსაც მთელი ზაფხულია ვაწარმოებ. მე დავადგინე, რომ შემდეგი კალენდარის მიხედვით მოხდება ამ საკითხის განხილვა. იმის დამიხედვით თუ როგორი წერილი იქნება საქართველოსთან, შემდეგი შეკრება მოხდება ევროკომისიისა და ეს შეკრება მოხდება სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს და იქ განიხილება მორიგი ყოველწლიური ფორმატით შეუწყდეს თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლა. შესაბამისად, ამის შემდეგ პროცედურების ფორმალიზებას უკვე ძალაში შესვლას კიდევ ალბათ რაღაც დრო დაჭირდება. მაგრამ ყველა შემთხვევაში წინასწარი ნიშნები რა მოხდება და საით მიდის ეს პროცესი ჩვენ გვეცოდინება და მე ყველაფერს ვაკეთებ აქამდე არაერთი შეხვედრაც მქონდა მათ შორის იმ პრობლემურ სახელმწიფოებთან, უნგრეთთან, სლოვაკეთთან ჯერჯერობით ვერ მივაღწია შეხვედრა სლოვაკეთის ელჩთან, რომ მეთქვა, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ პირად სანქციებს კორუმპირებულ ოცნებელებზე და რა თქმა უნდა თავიდან უნდა ავირიდოთ უვიზო მიმოსვლის გაუქმება. მაგრამ ყველა შემთხვევაში თუ ეს შედეგი დადგა, თუ ჩვენ კიდევ უფრო გავღარიბდით ამით, თუ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო შეგვეშალა ხელი, კიდევ უფრო გაგვირთულდა ცხოვრება, გაგვირთულდა შრომა, გაგვირთულდა ჯანდაცვა, გაგვირთულდა განათლება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპაში, მაშინ ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზულ რისხვას და გაბრაზებას იმსახურებს.